აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. განიხილეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ. პროექტი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის დევნილთათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები გასულ 2016 წელთან შედარებით 1.5-ჯერ გაიზარდა. ამ საკითხზე მთავრობის სხდომაზე მოხსენება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ გააკეთა. კატეგორიები, რომლებიც არის გათვალისწინებული სოციალურად მოწყვლადი, აქ ძირითადად შედიან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და აფხაზეთის ომის მონაწილეები, 90 წელს გადაცილებული პიროვნებები, აქ არის ესე იგი მრავალშვილიანი ოჯახები, აქ არის ინვალიდები პირველი ჯგუფის, აქ შედის ასევე მარჯვნალდაღარული ოჯახები და კიდევ რამოდენიმე კატეგორია. გასულ წლებში თუ 100 ლარი იყო დახმარება თითოეულ პიროვნებაზე, ამ შემთხვევაში იქნება 150 ლარი და საერთოდ ჯამში ეს თანხა წლის განმავლობაში იზრდება 105,000 ლარით. წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს და კომისიას, რომელიც ანაწილებს ამ თანხას, აქვს საშუალება მიცემ კიდე ამ კატეგორიაში არ შემოვალ მოწყვლად ოჯახებს. და ეს თანხა არის 20,000-ზე მეტი. ანუ საერთოდ ჯამში მარტო აი ამ ორი მიმართულებით სოციალური დახმარების თანხა იზრდება 125,000-ზე მეტით. სხდომაზე განიხილეს აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი დევნილთა საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ. პროექტი ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რაზეც გასულ წელთან შედარებით თანხები გაორმაგდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წინადადება იყო და მთავრობის წევრებმაც რა თქმა უნდა მხარე დაუჭერეთ ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტს და ეს თანხა გაიზარდა 2-ჯერ. ანუ თითოეულ წარმომადგენლობას მიმდინარე წელს ექნება 9,800 ლარი. აქ არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ჩვენ შიგ ბინებში არ შევდივართ, თუ კი არ არის რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა და ისიც როგორც დღეს მთავრობის სტომაზე იყო შენიშვნა მოცემული, შეეხება მარტო სოციალურად დაუცველ ოჯახებს. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიწვევთ ექსტერიერისა და მზიდი კონსტრუქციების რეკონსტრუქციას არ ვეხებით. აქ შეიძლება იყოს რაღაც კიბის უჯრედი, შეიძლება იყოს წყლის მწვეთავები, შეიძლება იყოს სახურავზე რაღაც პრობლემა შექმნილი და იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ვერ კეთდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახსრებით, ამტოლოთა სამინისტროს სახსრებით, ამ შემთხვევაში გამოუვალ მდგომარეობაში ჩვენ ჩავერთვებით. უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ჩვენი შესაძლებლობები არის შეზღუდული და შეგვიძლია გავაკეთოთ მარტო 800 ლარამდე ღირებული სამუშაო. როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, გათვალისწინებულია აგრეთვე სოციალურად დაუცველ დევნილთა ინდივიდუალური განცხადებების განხილვა მათ საცხოვრებელ ბინებში ამა თუ იმ სარემონტო სამუშაოების შესახებ, რაზეც საჭიროების შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არსებული კომისიები მიიღებენ გადაწყვეტილებას. კომისია, რომელიც სწავლობს ამ საკითხს და წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უკვე კომისიურად წყვიტავენ, შეიძლება თუ არა აი ამ დახმარების გაწევა. კომისია ადგილზე სწავლობს ვითარებას, სწავლობს რა სამუშაოებია გასაკეთებელი, რა დეფექტური აქტია შესადგენი, დეპარტამენტი აკონტროლებს სისტემატურად, ვესწრებით კომისიის სხდომებს და შესაბამისად კვარტალში ერთხელ მთავრობას წარუდგენთ ანგარიშს აღნიშნული კომისიის მუშაობის შესახებ. როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა მათთვის აქტუალურ საკითხად რჩება. 2017 წელს შემცირებული ბიუჯეტის მიუხედავად მთავრობამ პრიორიტეტულად მიიჩნია სოციალური მიმართულებებით განსახორციელებელი პროექტებისთვის თანხების გაზრდა. მთავარი მომენტი ამ ბიუჯეტის გადანაწილების დროს იყო მისი სოციალური მიმართულება. ამიტომ ძირითადი აქცენტი ჩვენ მივაქციეთ ზუსტად ამ პრობლემას. გახლავთ იმ დევნილების დახმარება, რომლებიც ცხოვრობენ კომპაქტურ სასახლებაში და არ აქვს საშუალება რემონტი გაუკეთონ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს. მეორე საკითხი ის კომპაქტურ სასახლებაში ობიექტში ცხოვრობენ. იქ არის ასეთი პრობლემა, როგორც ჩვენ გავაკეთეთ ეს ფოთში. ჩამოინგრა კიბე, დაზიანდა სახურავი. აქ ერთვება, რა თქმა უნდა, დევნილთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები და შესაძლებელია იქ რაღაცა დააგდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ პატარა შესაძლებლობებით ვერთვებით ამ პროექტში და ვღებულობთ მონაწილეობას საერთო პრობლემის მოგვარებაში. რაც შეეხება ერთჯერად სოციალურ დახმარებას, ჩვენ გავზარდეთ ეს